რა იქნებოდა თუ ძალიან პატარა ბავშვს ემახსოვლებოდა ცხოვრება, რომელიც მის დაბადებამდე 10 წლეულებით ადრე დასრულდა. დღეს ჩვენ სწორედ ლუკ რულმანის დაუჯერებელ შემთხვევას ჩაუღრმავდებით. ეს არის ისტორია, რომელმაც, იცით, რეალობის საზღვრებს თითქოს შლის. მოდით, ერთი წამით დავფიქრდეთ. შეიძლება რომ ბავშვს ჰქონდეს მოგონებები ცხოვრებიდან, რომელიც მის დაბადებამდე დიდი ხნით ადრე დასრულდა. საერთოდ, შესაძლებელია ეს? აი ზუსტად ამ კითხვას სვამს ჩვენი დღევანდელი ამბავი. ჩვენი ისტორია იწყება ოჰაიოში, ერთ ჩვეულებრივ ამერიკულ ოჯახში. აქ ცხოვრობს პატარა ბიჭი ლუკ რულმანი, რომლის ერთი შეხედვით უწყინარმა და ბავშვურმა სიტყვებმა სულ მალე ყველაფერი თავდაყირა დააყენა. და ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ლუკი სულ რაღაც 2 წლის იყო. წარმოგიდგენიათ? ასე კი, როდესაც ბავშვები ლაპარაკს ძლივს სწავლობენ, ლუკისთვის კი როგორც აღმოჩნდა, ეს წარსულის გახსენების დრო იყო. აბა წარმოიდგინეთ დედის, ერიკას რეაქცია, როდესაც მისი პატარა ბიჭი სრულიად მოლოდმელად ეუბნება: "იცი, როდესაც გოგო ვიყავი, შავი თმა მქონდა." ეს არ გავდა უბრალო ფანტაზიას ან თამაშს. ეს რაღაც სულ სხვა რამის დასაწყისი იყო. ამას მალევე მოხვა კონკრეტული სახელიც პემი. ლუკი დაჟინებით იმეორებდა, რომ ის ოდესღაც პემი იყო. ეს სახელი მისი წარსული ცხოვრების ერთგვარ სიმბოლოდ იქცა და ოჯახშიც სულ უფრო ხშირად ისმოდა. და შემდეგ მოგონებები ბევრად უფრო ბნელი და, რაც მთავარია, კონკრეტული გახდა. ლუკი ყვებოდა როგორ დაიღუპა. ეს იყო ტრაგიკული დასასრული ხანძარში, როდესაც თავის გადასარჩენად იძულებული გახდა შენობიდან გადმომხდარიყო. მაგრამ ისტორია სიკვდილით არ დასრულებულა. ლუკის თქმით, ის შეხვდა ღმერთს, რომელმაც უთხრა, რომ დედა მიწაზე უნდა დაბრუნებულიყო. ხვდებით, აი ზუსტად ამ მომენტში გადაწყვიტა მისმა ოჯახმა, რომ ამ ამბავს უბრალოდ ვეღარ დააიგნორებდნენ და რაღაც უნდა ეღონათ. რა თქმა უნდა, შეშფუცებული და დაბნეული ერიკა პასუხების ძებნას იწყებს. შეეძლო მის შვილს ეს ყველაფერი მოეგონებინა, თუ მის სიტყვებში მართლა იმალებოდა სიმართლის მარცვალი. ერიკას ძიებამ შოკის მომგვრელ აღმოჩენამდე მიიყვანა. 1993 წელს ჩიკაგოში, სასტუმრო პექსტონში მართლაც მომხდარა საშინელი ხანძარი. დაღუპულთა შორის კი ნამდვილად იყო 20 წლის ქალი, პამელა რობინსონი, რომელიც ცეცხლისგან თავის დაღწევას შენობიდან გადმოხტომით ცდილობდა და სწორედ ასე დაიღუპა. დეტალები ლუკის მონათხრობს უბრალოდ კი არ დაემთხვა, არამედ ზუსტად გაიმეორა. ეს უბრალოდ დამთხევა იყო? რთული დასაჯერებელი, არა? ამ წარმოუდგენელი დამთხევის შემდეგ ოჯახმა გადაწყვიტა, რომ ერთი ნაბიჯით წინ წასულიყო. მათ სურდათ ეპოვათ რაღაც უფრო მყარი, თითქმის უტყუარი მტკიცებულება, რომელიც ლუკს და პამელას ერთმანეთთან დავაკავშირებდა. ასე რომ მათ მოაწყოს პატარა ექსპერიმენტი, ეგრეთ წოდებული ფოტოტესტი. ერიკამ დაბეჭდა რამდენიმე სხვადასხვა ქალის ფოტო, მათ შორის, რა თქმა უნდა, პამელა რობინსონისაც. საინტერესოა, ამოიცნობდა კი 5 წლის ლუკი ქალს, რომელიც, მისივე თქმით, ოდესღაც თავად იყო. შედეგი უბრალოდ გამოუგნებელი იყო. ლუკმა არა მხოლოდ უყოყმანოდ ამოიცნო პამელას ფოტო, არამედ დაამატა ფრაზა, რომელმაც ოჯახის უკანასკნელი ეჭვებიც კი გაფანტა. მახსოვს ეს ფოტო რომლის გადაიღეს. და თუ გონიათ, რომ ამით ყველაფერი დასრულდა, ცდებით. კავშირი ამით არ ამოწურულა. აღმოჩნდა, რომ ლუკს, ისევე როგორც პამელას, ძალიან უყვარდა სტივი უანდერის მუსიკა და კლავიშიან ინსტრუმენტებზე დაკვრა. დამთხვევები სულ უფრო და უფრო უცნაური ხდებოდა. რა თქმა უნდა, ასეთი ისტორია დიდხანს ვერ დარჩებოდა მხოლოდ ოჯახის საიდუმლოდ. ამერიკულ ტელეშოუში მონაწილეობის შემდეგ ლუკ რულმანის შემთხვევა უკვე საყოველთაო განხილვის საგანი გახდა და მთელმა მსოფლიომ გაიცნო. კარგი, აქამდე ვისმენდით ამ დაუჯერებელ მისტიკურ ამბავს, მაგრამ მოდით ახლა მონეტის მეორე მხარესაც შევხედოთ. რას ამბობს ამაზე მეცნიერება? არსებობს თუ არა რაიმე რაციონალური ახსნა? მთავარი მეცნიერული არგუმენტი ეფუძნება ცრუ მოგონებების ფენომენს. ამ თეორიის თანახმად, ბავშვის გონება ღრუბელივითაა. ის ისრუტავს ინფორმაციას ყველაფრიდან, საუბრებიდან, ტელევიზორიდან, წიგნებიდან და შემდეგ გაუცნობიერებლად ამ ფრაგმენტებისგან საკუთარ მოგონებებს აწყობს. სკეპტიკოსების აზრით, ამ ისტორიას ერთი დიდი პრობლემა აქვს: მყარი მტკიცებულებების ნაკლებობა. ყველაფერი ხომ ოჯახის მონათხრობს ეფუძნება. და ხომ არ არის შესაძლებელი, რომ ლუკს ეს დეტალები სადღაც მოესმინა ან ენახა და მისმა წარმოუდგენლად ძლიერმა ბავშვურმა ფანტაზიამ ეს ყველაფერი რეალურ მოგონებად აქცია. ასე რომ, ჩვენ გვაქვს ორი სრულიად განსხვავებული ვერსია. ერთ მხარეს დაუჯერებელი მისტიკური ამბავი, მეორე მხარეს კი ცივი რაციონალური მეცნიერული ანალიზი.
მოდით პირდების შევადაროთ მთავარი არგუმენტები. ანუ, შევხედოთ. ერთ მხარეს გვაქვს ფაქტების გასაოცარი დამთხვევა, ფოტოსამოცნობა, საერთო ინტერესები და ბავშვის მტკიცე თანმიმდევრული მონათხრობი. მეორე მხარეს კი ცრუ მოგონებების თეორია, ბავშვის ფანტაზია და უბრალოდ დამთხვევის შესაძლებლობა. საინტერესო ისაა, რომ ამ ისტორიის თითქმის ყველა მისტიკურ დეტალს შეიძლება ლოგიკური, თუმცა რა თქმა უნდა დაუმტკიცებელი ახსნა მოეძებნოს. საბოლოოდ, არჩევანი თქვენზეა. ეს არის ამბავი, რომელიც ერთდროულად მომხიბრეველიცაა და საეჭვოც. თქვენ რას ანიჭებთ უპირატესობას, ოჯახის დაუჯერებელ ისტორიას და მის დეტალებს, თუ მეცნიერულ, სკეპტიკურ ანალიზს? პასუხი ალბათ იმაზეა დამოკიდებული, თუ პირადად თქვენ რისი დაჯერება გსურთ.